პირდაპირ გიმეორებ 7 წლით თავისუფლების აღკვეთაზე მელაპარაკებოდნენ ეს ადამიანები და მე გამოვასწარი პირდაპირ შემიძლია ამ ინტერვიუს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სერჟანტი ემიგრაციიდან გვაძლევს. აგვისტოს ომის მონაწილე რეჟიმმა იძულებული გახადა ქვეყნიდან გაქცეულიყო ციხეში შეკერილი საქმით ან ხილება ემიგრაციიდან. ამ არჩევანის წინაშე დააყენა ოლიგარქის პარტიამ 5 შვილის მამა. ეს იყო ამოცანა, რომ ეს ჩემი სპეცნაზელობა დაეკავშირებინათ ამ ყველაფერთან და ეს საქმეც გაიხსნებოდა მათი ჭკუით და დაბრალდებოდა იქ მდგარ ხალხს. და როდესაც ეს ვერ მოხერხდა, მე უკვე გადავიდნენ ოჯახიზე, გადავიდნენ დაშინებაზე. ასე აპირებდა რეჟიმი შაბათის ეთერის ჟურნალისტებს თავდასხმის საქმის ჩაფარცხვას. შეარჩიეს აქციების მონაწილე ყოფილი სამხედრო და წინასწარ დაწერილი სცენარით თხოვდნენ ეთქვა, რომ მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ეს დანაშაული აქციის მონაწილეების მიერ დაგეგმილი ამბავი იყო. სიტყვასიტყვით შემიძლია გითხრათ, ჟურნალისტებზე თავდასხმელი ხარ შენ რა, ანუ ვინც დაესხა ჟურნალისტებს თავს, აი ეს ადამიანი ხარ. მე მუდმივად ვიმეორებდი რას ნიშნავს შავრაზმელი, ვინ არიან შავრაზმელები. მე მითხეს რომ 500 კაციანი ბანდაა და შენ ეს არ იცი? ძალიან კარგად იცი. თან მე რადგანაც იცოდნენ ჩემი პოზიცია სამხედროდ მიმართულებით, მეუბნებოდნენ კარგად ისვრით იქ რომ ემზადებით, კარგ თან ჩასაცმელებით, აი მწვანეებში ხშირად ვარ ხოლმე და ამაზე საპელირებდი. სამარცხვინო. პირდაპირ, აი ესე იგი, ზუსტად ისე გაცვიაო, როგორც სპეცრაზმელებს შეეფერება თუ ყველაფერი კი 11 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს გიორგი კუხალოიშვილი, რომელიც პარალელურად ორგანიზაცია ქართველთა ერთობის დამფუძნებელია, რუსთაველის გამზირიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის სახლში ფურცელაძის ქუჩის გავლით ბრუნდებოდა. ამ დროს გააჩერა ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 4 აგრესიულმა პირმა, ჯერ მისი ინფორმაციით ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ კი მობილურები ჩამოართვეს. გადმოხდა 4 ადამიანი, ერთ-ერთ ხუდი ქონდა წამოცული და თვალები არ უჩანდა, სახე არ უჩანდა, ხელიდან ეგრევე ამაყავთ ეს ტელეფონი, ვეკითხები, ვინ ხართ, რატომ მაკავთ, ანუ 4-მ ერთად დამიჭირა ხელი, ფეხი, რა ვიცი, არ მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა. კაცების შავებში განსაკუთრებული აგრესიით. ასე აღწერს გიორგი კუხალეიშვილი იმ ადამიანებს, ვინც პრაქტიკულად თბილისის ცენტრიდან გაიტაცა. აგვისტოს ომის მონაწილე გვეუბნება, რომ მხოლოდ თაბუკაშვილის პოლიციის ავტოსადგომზე მიხვდა, რომ გამტაცებლები პოლიციელები იყვნენ და არა კრიმინალები. ავტოფარეხია ეს, რაღაცა ჯურღმული იყო, ჩამომსეს მანქანიდან, დადები იმას კედელთანო. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ავტოსადგომზე ყოფილი ჯარისკაცი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გვარწმუნებს, რომ აქ პოლიციელებმა თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს, აგინეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და თან ფოტოებს უღებდნენ. მიმაყენეს ამ კედელთან, თავზე წამომაცმევინეს პირბადე, რომის ნიღავს უწოდებდნენ თვითონ, თორე ნიღავი ნამდვილად არ არის. და გამაკეთებინეს ხელთავიდან ეს წამოიძრა რაღაც მეტი სიმძაფისთვის და ფოტოებს მიიღებდნენ. შეურაცხყოფილად ვიგზავნა თავი უთხარი ამიყვანეთ სამმართველოს რომელიმე ოთახში და იქ გამომკითხეთ თუ რამე შეკითხვა გაქვთ. მაგრამ ძალიან ესე იგი შეუვალები ყოველგვარი იმის თან დაცინვით ჩუმად იყავით, თორე ამას გიძავთ, იმას გიძავთ. რა ხდებოდა 11 დეკემბერს ამ ავტოსადგომზე? რა იციან სამმართველოს თანამშრომლებმა და გადაიღო თუ არა ჯარისკაცის აქ ეტაპირების შემდეგ კი მისი სავარაუდო წამების ფაქტი სათვალთვალო კამერებმა. ამ კითხვებზე წესით პასუხები კარლო კაციტაძის უწყებას უნდა გაეცა, მაგრამ გამოძიება დუმს. ამიტომ შაბათის ეთერი ადგილზე ფაქტების გადასამოწმებლად მივიდა. ბატონო ირაკლი, მოგბრძანდით თუ შეიძლება აი ამ ავტოსადგომზე თქვენი პოლიციის ავტოსადგომზე აწამეს ადამიანი, ჩამოაცვეს ნიღაბი, როგორც ის ამბობს და რამდენიმე საათის განმავლობაში მას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ანუ ბრალდება ეს ადამიანი თავად ყვება. კამერები არის და მე შემიძლია ამასე ბევრი რამე ვთქვა, მაგრამ ქვემოთ არ არის კამერები?
ეს თაბუკაშვილის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი შეფი ირაკლი ხუბულავა. პოლიციის უფროსი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და გვიმტკიცებს, რომ უხალეიშვილის დაკავების ოპერაციაში მისი თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ. თქვენ რა იცით რომ ზღაპარია ხო გეუბნები და ანუ ზღაპარი ხო წაუკითხავთ თქვენთვის ბავშვობაში დარწმუნებული კი და ანუ რატო გადაწყვეტეთ რომ ესეც ზღაპარია ადამიანი საუბრობს უმძიმესი წამების თქმა ვერ დავიჯერებ მაგას რატო ვერ დაიჯერებთ ანუ თქვენ პასუხს აგებთ პოლიციის ყველა თანამშრომელზე აქ რაც ხდება შემიძლია გაგცეთ პასუხი ეს ანუ შლაგბაუმი თქვენს გარეშე არ იღება არ იღება წეგან მე რო შემოვედი იცოდით იქ ქვემოთ რო ვიყავი პარკინგზე ვიყავი კადრები გადავიდა იცოდით ანუ თქვენს გარეშე ესე იგი შემოდიან ადამიანები თუ იცოდით თუ შემოიპარეთ ეს სხვა რაღაცა შემოიპარეთ რა შემოპარვანიშნავს ხო პარკინგი და შემოვედი არანაირი წინაღობი არ იყო ბატონო ირაკლი ახლა ჩნდება კითხვა, მაშინ ვინ იყვნენ ის სამართალდამცველები, ვინც ჯარისკაცი რუსთაველის გამზირიდან გაიტაცა და მასზე ზეწოლა განახორციელა. პოლიციის შეფის პასუხები უკიდურესად საეჭვოა, რადგან გვიმტკიცებს, რომ ავტოსადგომი ჯარისკაცის სავარაუდო წამების დღეს შესაძლოა პოლიციის სხვა დანაყოფის თანამშრომლებმა გამოიყენეს. ამ თქვენს ავტოსადგომს მხოლოდ ამ პოლიციის თანამშრომლები იყენებენ? თქვენი პოლიციის თანამშრომლები? პოლიციის თანამშრომლები ჩვენი სამმართველოს. თქვენი სამმართველოს სხვები ქალაქი იყენებს? ახლა შეიძლება გამოიყენოს. პოლიციის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. ხო, ანუ იცით ვის სიგარკვევა მინდა, თქვათ მხოლოდ თაბუკაშვილის პოლიციის თუ ზოგადად აი ქალაქის თანამშრომლებისთვის არის. აგვისტოს ომის მონაწილე კი იხსენებს, რომ ავტოსადგომზე მისი დამცირება, იძულება და ფიზიკური ანგარიშსწორება 1 საათს გაგრძელდა. შედეგი რომ ვერ მიიღეს, ერთ-ერთ დამკავებულ პოლიციელს დაურეკეს და უთხრეს, რომ ის ქალაქის სამმართველოში უნდა გადაიყვანათ, სადაც დეტექტივების სამმართველოს შეფი და არაერთ სკანდალში გახვეული იოსებ სიგუა ელოდებოდა. ეს ფოტოები ვიღაცას გაუგზავნეს, ჩემი ფოტოები 4-5 გადაიღეს და იქიდან პასუხი მოვიდა აიყვანეთ სიგუასთან. იოსებ სიგუაზეა საუბარი, რომელიც შემიძლია თამამად ითხრათ, რომელთანაც მე მიმიყვანეს. მაგრამ იქ არ იყო მარტო ბატონი იოსები. იქ იყო 4 ადამიანი იოსების ჩათვლით. გზა თაბუკაშვილის პოლიციიდან ქალაქის სამმართველომდე გიორგი კუხალეიშვილისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. პოლიციელები აგინებდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ თითქოს ჟურნალისტებზე თავდასხმის გარდა იმ დაჯგუფების წევრი იყო, ვისაც აქციაზე მოლოტოვის კოქტეილები მიჰქონდა და არეულობას ცდილობდა. პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენება გზაში ვერ მოიპოვეს და საბოლოოდ ყოფილი ჯარისკაცი იოსებ სიგუას კაბინეტში აიყვანეს. ბატონი დავით გიორგაშვილი მეთაურს ველაპარაკებია უფროსო ამ დავითმა მითხრა იდენტიფიცირებული ხარ როგორც შავრაზმელი რა შავრაზზე ველაპარაკებდი რას ბიჭო და ჩვენი მტრებიო რო კლავენო ჩვენო მაგ შავრაზმელი ხარ მათთან ერთად დარბი ხარ ისინი მუდმივად ცდილობდნენ ველაპარაკა იმაზე რომ თითქოს იქ რაღაცა შემოდის ვიღაცამ რაღაცა მისცა მოგცა აი სულ ერთი და იგივე ტექსტი ამაზეც იყო აპელირება რომ ეს მეხსენებინა რომ რაღაცა ისეთი კანონსაწინააღმდეგო რაღაცები შემოდის იქ და ეს შემთვალებიათ ნანახი ქალაქის მთავარ სამმართველოში დეტექტივების სამმართველოს ბოსის იოსებ სიგუას კაბინეტი მეოთხე სართულზეა. სწორედ მის სამუშაო ოთახს ასახელებს აგვისტოს ომის მონაწილე მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ ერთ ადგილად. გიორგი კუხალეიშვილი ამტკიცებს, რომ აქ იოსებ სიგუასთან ერთად ქალაქის პოლიციის შეფის მოადგილე კახა მურადაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც მას ტევე პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის აღიარებას თხოვდა. სთავაზობდა პირობებს იმ შემთხვევაში თუ სამთავრობო არხებთან იტყოდა რომ ეს მძიმე დანაშაული ოპოზიციამ დაგეგმა. ამიყვანეს მესამე ან მეოთხე საფუძველი, სადაც 4 ადამიანი ყოფებოდა, 4-დან ერთ-ერთი იყო ბატონი იოსები, რომელიც ტელევიზიით ყავდა ნანახი და აქედან გამომდინარე მარტივად მოახდინე მისი იდენტიფიცირება. და თან გამოვიდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც არანაკლებ ბატონ იოსებზე ნაკლები თანამდებობის არ იქნებოდა, იმიტომ და დამიწყო პირდაპირ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შენ შავრაზმელი ხარ და პირდაპირ თქვენი თანამშრომელი ბატონ მაკა ჩიხლაძესთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავდასხმა, პირდაპირ იმას მტენიდა, პირდაპირ გაგებით, რომ ესო მათი ჯერ კითხა, რომ შენო ჯერაო ისინი რომ ჩვენი ხალხიაო თუ რაღაცა და
მე ვუთხარი ეს თქვენი კომპეტენციაა შევ ბატონო ახლა მე ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო ისინი და აი ჩვენ ვიცითო და აი შენ ხარო ის ვინც მაგას შეეხოთ სავარაუდოდ თუ არის ეს ყველაფერი ამის დადგენა არ გაგიჭირდება გადახედეთ მეთქი და მოკლედ გადავიდა მე უკვე შემდეგ ეტაპზე გიორგი შენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ ხედავთ ყველაფერს მაგრამ აი ტელევიზიები არ წყალობენ და ჩვენო პირდაპირ ერთი სიტყვა ჭირდება შენგან თანხმობა და გაგიხსნით ესე იგი თავი უკაცრავად იმედის ტელევიზიას გაგიხსნით პოსტივს და რუსთავიოს აი ეს სიტყვა სიტყვით და ლაივებიდან ვერ მოხსნიან უბრალოდ შენ შეადგინე ოპოზიციურ პარტიებს თქვი რომ იქ შემოდის იარაღი თქვი რომ რაღაცა საშინელებები ხდება და შენ იქ ამას ყველაფერს გაგარკვევენ ამ ყველაფერში და ჩათვალე რომ შენზე პოპულარული არავინ არ იქნება და რამდენიმე საათიანი ზეწოლის და ფსიქოლოგიური ტერორის მიუხედავად აღიარებითი ჩვენება ყოფილი ჯარისკაციდან პოლიციამ ვერ მიიღო. ამიტომ გინება და შეურაცხყოფა კაბინეტში გაგრძელდა. კუხალეიშვილი გვიყვება რომ ამცირებდნენ და ლანძღავდნენ ყველას ვინც აქციაზე დგას და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. მეშვიდე საფუძე მინიმუმ 7-8 ადამიანი მუდმივად შემოდიოდა დაიწყებდა ჩემს დაბული ესე იგი ბულინგს თავიდანვე დამუშავებას მათ ენაზე რომ თქვათ ესე იგი დაანები ამათ თავი იქ დგანან თათმები შენც თათამი ხარ შენ გინდა მე შენ მაშინ უნდა დაგცინოს და რაღაცა წარმოუდგენ რაღაცა და მერს სრულად აი შემიძლია თამამად თქვა როგორც მტერს ისე ვიყურებენ ყველას ვინც გავარ დამამცირებელი მოპყრობის და ძალადობის მიუხედავად პოლიციამ კუხალეიშვილის მტკიცებით მისგან აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღო. ამიტომ თავი დაანებეს და დაუმორჩილებლობის ბრალდებით იზოლატორში ჩასვეს. მოსამართლე ლელა მილდენბერგელმა კი მას 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ გომელაურის პოლიციამ ჯარისკაცის მიმართ ახალი რეპრესიები აამოქმედა. ამათმა მე 7 დღე მომისაჯეს ახლა ეს 7 დღე ვიღაც დიდ არაფერს არ ნიშნავს მაგრამ 7 დღე მე ვიშიმში და ამ ადამიანებმა თამამად თქვეს რომ გიორგი მათ წინააღმდეგობა გაუწია დედააგინა და მოკლედ ყველაფერი იკადრეს ის რაც ბუნებაში არ არსებობს და ასეთი ადამიანი იმ ახალგაზრდებს რომლებიც 17-18 წლები არის არ დაინდობ დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი კუხალეიშვილის პირადი ნივთები გაქრა. დამკავებელი პოლიციელები მას პირდებოდნენ, რომ მობილურებს დაუბრუნებდნენ, თუმცა ეს არ გააკეთეს. საბოლოოდ კი უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და ტელეფონებს ვერ მიიღებდა. ოდესაც თავისუფლდება 17-ში უკავშირდები უკვე ამ დავით გიორგაშვილს ჯერ ზეპირსეთ ყვიერად რომ მომაწოდე ინფორმაცია სად არის ეს კი მე მაგ ძმაო და 3 დღის განმავლობაში აი ესე დღეს აიმე დღეს ვერ მოვიცალე ძმაო აი იქ ოპერატიულ დავალებაზე ვარ სახა ზონში დიდთოვლობაში მოუყევი რაღაც და მესამე დღეს 19 დეკემბერს მეუბნება წერილობითი ფორმით მომართე მივმართეთ წერილობითი ფორმით გვეუბნებით ჩვენ რომ გადმოგცეთ ეს პირადი ნივთები რომელიც გასცნობებს რომ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფი გიორგი კუხალეიშვილის პირადი ნივთები ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს. ამას წერს 20 დეკემბერს დავით გიორგაშვილი დეტექტივი და დააკვირდით ნახეთ არც სისხლის სამართლის საქმის ნომერი, არც როდის ამოიღო, რა ვითარებაში და რომელი მოსამართლის მიერ. პოლიციელების ეს ვერსია საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ადვოკატებმა გაარკვიეს, რომ ჯარისკაცის წინააღმდეგ არც გამოძიება იყო დაწყებული და არც შესაბამისი განჩინება არსებობდა, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ნივთების ამოღების ნებართვა გასცა. ამ ფაქტს სასამართლოსგან მიღებული ოფიციალური წერილიც ადასტურებს. აქ შავით თეთრზე წერია, რომ კუხალეიშვილის საქმე სასამართლოში არ შესულა. გაცნობებთ, რომ სასამართლოში თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების და ინფორმაციის გადამოწმების შედეგად საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული შუამდგომლობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ინფორმაციისთვის მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ახლა ჩნდება კითხვა, სად წავიდა ბრალდებულის 2 ძვირად ღირებული ტელეფონი და მიითვისა თუ არა ის პოლიციამ. უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ტელეფონები სამართალდამცველებმა გააქრეს და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით დოკუმენტები გააყალბეს. ეს უკვე ნიშნავს, რომ დათო გიორგაშვილმა როგორც პოლიციის თანამშრომელმა უკვე გააყალბა დოკუმენტი და მან სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა ვინაიდან მან გასცა ყალბი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
12. ნახეთ უყურეთ ჩვენ გვაქვს განცდა იმის რომ ეს მობილური ტელეფონები მათ აქვს მითვისებული პირად ნივთებთან ერთად, ვინაიდან ამ მობილური ტელეფონებით ხალხო დღემდე Facebook გვერდზე ვრცელდება გიორგი კუხალეიშვილის სახელით პოსტების დადება და ამ დროს გიორგი კუხალეიშვილი ვერ შედის ამ საკუთარ პირად გვერდზე. სად გაქრა დაკავებულის მობილურები? ამის გასარკვევად შაბათის ეთერი ქალაქის მთავარ სამმართველოში მივიდა, თუმცა არც ერთმა დამკავებელმა პოლიციელმა ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა. მე ვეძებ სავარაუდო მწამებელ პოლიციელ დავით გიორგანაშვილს. ანუ ის არის პატიმრის ნივთის მითვისებაში ბრალდებული ბატონი გიორგაშვილი. უკაცრავად პატიმრის მობილური აქვთ მითვისებული აქ დავით გიორგანაშვილს და შეგიძლიათ დამეხმაროთ რომ შევხვდე? მე ასეთ ინფორმაციას ვერ ვქონდა. გამარჯობა, ბატონი იოსებ სიგუას ვეძებ სავარაუდო მწამებელ პოლიციელს და სამსახურშია თუ იცით? დავით გიორგანაშვილი თუ არის სამსახურში, პატიმარი ადანაშაულებს მობილურის მითვისებაში. არ იცით? ვერ გეტყვი. ანუ თქვენ ხომ ვერ მეტყვით? არ ვიცი, ჯარს მიმართეთ გეტყვიან, არ ვიცი. ბატონო, ჯარს არა, თქვენ ხომ პოლიცია. აბა რაც არ ვიცი რა გითხრა? ანუ სიგუა ნახეთ დღეს? ნუ ძალადობთ ახლა გითხრა. მე ვძალადობ, თქვენ ახლა ძალადობის მსხვერპლი. ვისე, ნუ მხარს მკრავ ახლა. ბატონო? რატომ კრავ მხარს? ხელს რატომ კრავ? გონით სრუ მოწმე პოლიციელთა რიგებში. ხართ აბა რა? მართლა? ხო. არა? აბა რატომ იტყუებით ახლა რომ მე თქვენზე? თქვენ იტყუებით. რას ვიტყვები? ძალადობის მსხვერპლი ხართ მიპას. კაი, თავი დაგვანებით. ანუ ძალადობის მსხვერპლი ხართ? მაცლი კარები გავა. კი, რა თქმა უნდა. მაშინ მაცალ. სიგუას მეგობარი ხარ? არ ვიცი. არ იცნობ. დაიმალა იოსებ სიგუაც, ქალაქის ოპერატიული სამმართველოს შეფი და ხორავას სისხლიანი გარჩევის საქმის ფალსიფიცირებაში ბრალდებული მაღალჩინოსანი. არადა სიგუა ის პოლიციელია, რომელსაც ჯარისკაცი ხელს პირდაპირ ადებს. ბატონი იოსებ სიგუა სამსახურში თუ იმყოფება? ვერ გეტყვით ხალხო. შეხვედრა მინდა მე მასთან და შეგიძლიათ დამეხმაროთ როგორ შეიძლება და მე მარიამი ვარ გაფრინდაშვილი ჟურნალისტი და მინდა ბატონ იოსებ სიგუასთან შეხვედრა კონკრეტული კითხვები მაქვს. არ გახლავთ ადგილზე ხალხო. სად იმყოფება ქალბატონო? დღეს იყო სამსახურში? მოგიჩი. ეხლა ნამდვილად დაკეტილია ადგილზე არ იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია. შაბათის ეთერის ინფორმაციით არც ერთ პოლიციელს, ვინც მის სავარაუდო წამებაში მონაწილეობდა, უფლება მოსილებაც კი არ შეჩერებია.